დღეს პოლონელ და ლიეტუველ ევროპარლამენტარებთან ოპოზიციამ შეხვედრა გამართა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით შეხვედრაზე განიხილებოდა ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების შემდეგ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ევროკავშირის მხრიდან, რომ საქართველოს დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ კურსს. მათი განცხადებით ევროპარლამენტარებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ და როდესაც ისინი საქართველოში ვიზიტს დაასრულებენ, ამის შემდეგ გაირკვევა რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ევროპარლამენტი. დღეს ევროპარლამენტის წევრებმა შეხვედრა გამართეს არასამთავრობო სექტორთან. საუბარი შეეხებოდა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, აქციებს, ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს და იმას თუ რა შეიძლება გაკეთდეს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე წნეხის გასაგრძელებლად. ევროპარლამენტის წევრებმა ასევე შეხვედრა გამართეს პრეზიდენტთან საულე ზურაბიშვილთან. საუბარი იყო მიმდინარე პროცესებზე, პროტესტზე, მათ შორის იმ აქციებზე, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და რა შეიძლება გაკეთდეს ევროკავშირის მხრიდან ამ შემთხვევაში, რომ გაგრძელდეს წნეხი მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, იმიტომ რომ ჩვენი პარტნიორები ხედავენ, რომ საქართველოში ადგილზე საქართველოს მოქალაქეები აგრძელებენ ბრძოლას დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის და როგორ შეიძლება დაეხმაროს საერთაშორისო პარტნიორები ამ შემთხვევაში ევროკავშირი საქართველოს ამ ბრძოლაში. მათი მთავარი მესიჯი იყო ის, რომ ჩვენ ვდგავართ ქართული ხალხის გვერდით, ვისაც სურს ევროპაში ინტეგრაცია, არ აღიარებენ ქართული ოცნების პარლამენტს, არ აღიარებენ ქართული ოცნების პრეზიდენტს და გვერდით განან ქალბატონი სალომეს მანდატის გვერდით. ან მათი მთავარი ამოცანა არის, რომ გვაჩვენონ სოლიდარობა, დაიცვან ქართული ხალხის არჩევანი და იყვნენ ჩვენთან ერთად. ასევე მათ ისაუბრეს სანქციებზე, სანქციები, რომელსაც პოლონეთი, გერმანია და საფრანგეთი ერთობლივად მიიღებს და ეს იქნება დასავარაუდოდ საახალწლო და ამაზე მუშაობენ, ეს იქნება ფინანსური სანქციები. ევროპარლამენტარი ჟალიმასი არის საქართველოს ნამდვილი მეგობარი, რომელსაც ვიცნობ დაახლოებით 15 წელია. ჩვენ ერთმანეთი გავიცანთ ჯერ კიდევ საკონსულტაციო სამართლოში, როდესაც ის იყო ლიტვის საკონსულტაციო სამართლის თავმჯდომარე და მე საქართველოსი, ასე რომ ის საქართველოს ძალიან დიდი მეგობარია. მან ძალიან კარგად იცის საქართველოში როგორც არჩევნებამდე არსებული სიტუაცია, ასევე არჩევნების შემდეგ რა მოხდა. ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ არალეგიტიმურად მიტაცებული ეს ხელისუფლება, რომელიც ივანიშვილმა ამ ქვეყანაში გააკეთა და დიდ სპირალში შეიყვანა ეს ქვეყანა, როგორმე ამ სიტუაციიდან გამოვიდეს. ჩვენ მხარს უჭერთ ქართულ საზოგადოებას თავისუფლებისკენ სწრაფვაში, ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ სამყაროში გაწევრიანების მისწრაფებაში. კარგად ვიცით, რომ არჩევნები მოიპარეს, რომ არჩევნები ჩატარდა რუსეთის გავლენის ქვეშ. აქ საქართველოში ჩვენ მხარს უჭერთ ოპოზიციას და ოპოზიციის განცხადებას, რომ მომავალში ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები. ჩვენ მხარს უჭერთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, როგორც საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს. ჩვენ აქ ვართ, რათა გამოვხატოთ არა მხოლოდ ევროპარლამენტის ხედვა და რეზოლუცია, არამედ გამოვხატოთ ჩვენი პირადი შეხედულებებიც. ჩვენ ვართ იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც კარგად ესმით რუსეთის გავლენა და ის მეთოდები, რომლებსაც ისინი იყენებენ. ამიტომაც ვართ აქ, რათა მხარი დაუჭიროთ მთელ ქართულ საზოგადოებას.